პირველი მოადგილეა პირდაპირ ეთერში ბატონ დავით საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, ვახო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ერთი წუთი შენიშნა პირველი მოადგილე არ ვარ მე ვარ მოადგილე, უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა ამ ჩემი თანამდებობამ და მინდა რომ დავაფიქსირო ზუსტად. კი ბატონო, მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილი. ბატონ დავით, პირველი მთავარი პრეტენზია, რაც აქვთ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, არის ის, რომ სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი რეალურად არ იქნება დამოუკიდებელი და მასზე ექნება ყველანაირი გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ახლა თქვენგან ველოდებით არგუმენტებს, რომ გვითხრათ რეალურად იქნება თუ არა ეს სააგენტო დამოუკიდებელი. ვახო, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისმენ ოპონენტის მოსაზრებას, იცი რომ ოპონენტი კარგად ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ის აჟღერებს მხოლოდ მისთვის პოლიტიკურად სასურველ ნაწილს, ხოლო მთლიანობაში სურათს არაჩვენებს, რომ მართლაც დაინახოს საზოგადოებამ რა არის ეს სააგენტო და რა მიზნებს ემსახურება. მაგალითად, პირდაპირ გეტყვით, გადავალ საქმეზე, როდესაც საუბარია სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნაზე, სუსის ხელმძღვანელი მას არ ნიშნავს. ხდება შემდეგი წესით სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა. კომისია, რომელშიც შედის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვის და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები, სადაც ასევე გიტასკურებთ, რომ შედის სუსის ხელმძღვანელი, ასევე შედის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სახალხო დამცველი და ასე შემდეგ. კომისია ირჩევს 3 კანდიდატს და 3 კანდიდატი მიდის ეს კანდიდატურები პრემიერთან, ხოლო პრემიერს გააჩნია სრული დისკრეცია 3-დან ერთ-ერთი აირჩიოს და დანიშნოს. აი, აქ არის უკვე რბილად რო ვთქვათ შეცდომა, მაგრამ მე მგონია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არის ასევე გასათვალისწინებელი, ეს არის გასაღებთან მიმართებაში არსებული თემა, გასაღები, როგორც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2 მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთი არის ის, რომ გასაღები არ უნდა რჩებოდეს ორგანოში, რომელიც არის გამოძიებისადმი დაინტერესებული და მეორე არის, რომ პარალელური მოსმენის საშუალება ინსტიტუციურად არ უნდა არსებობდეს. ამ კანონპროექტმა ორივეს გასცა პასუხი. პირველი ის, რომ ეს სტრუქტურა წარმოადგენს აღმასრულებელი ფუნქციების მატარებელ სტრუქტურას, შესაბამისად ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შექმნილი იყოს. სხვაგან ფიზიკურად ვერ შეიქმნებოდა. ამ სტრუქტურას გააჩნია დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი სტატუსი და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გაწერილი კანონპროექტში. ამ ყველაფერზე მეტყველებს ის, რომ სუსის ხელმძღვანელს პირდაპირ ჩარევის უფლება აქ არა აქვს და ეს შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს საკითხი შეიძლება ძალიან მარტივად იქნეს გაგებული კანონპროექტის წაკითხვის შემდგომ და რაც ყველაზე მთავარია, აქ უმთავრესი არის კონტროლის მექანიზმი. შემოდის 5 საფეხურიანი კონტროლის მექანიზმი პარლამენტის დობის ჯგუფი, ან დავიწყოთ პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი იღებს პირველ რიგში აკონტროლებს ამ სტრუქტურას იმით, რომ ფაქტიურად ის ნიშნავს ხელმძღვანელს იმ შემოთავაზებული 3 კანდიდატურიდან, ხო? პირველი ეს საკითხი, მეორე და უმნიშვნელო და ათავისუფლებს, რა თქმა უნდა. მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს არის საპარლამენტო კონტროლი დობის ჯგუფის სახით. აქ არის ძალიან სერიოზული თემა შემოსული, სერიოზული საკითხი, ეს არის უზენაესი სასამართლოს მიერ შერჩეული მოსამართლის კონტროლი. აქ რჩება პერსონალური დაცვის მონაცემთა ინსპექტორის კონტროლი და აქ არის საპროკურორო კონტროლი. ანუ თელს ამ სისტემაში, ვახო, ისია გაწერილი, ჯერ დამოუკიდებლობის კუთხით საუბრობ, ისია გაწერილი ინსტიტუციურად უფლებამოსილებები, რომ ეს სტრუქტურა შეგვიძლია პირდაპირ და თამამად ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული 3 უწყების სტრუქტურაში, ის ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს და ანგარიშვალდებულია პრემიერის და პარლამენტის წინაშე. ბატონ დავით, აი ამ კანდიდატებს, იქ გადავალთ მაგ საკითხებზე, მაგრამ ამ კანდიდატებს კომისიას წარმოადგენს სუსის ხელმძღვანელი, ხომ ასეა? პრემიერს. დიახ, და პრემიერი სუსის ხელმძღვანელი წარმოადგენს ფორმალ სუსის. დიახ, ერთი წუთით სუსის ხელმძღვანელი ამას დისკრეციულად კი არ არჩევს 3 კანდიდატს იქიდან და მას კი არ წარუდგენს. კომისია არჩევს 3 კანდიდატს და მე სუსის ხელმძღვანელი წარუდგენს. პრემიერ-მინისტრი, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ სუსის ხელმძღვანელს აქვს ძალიან დიდი როლი მთელ ამ პროცესში. და მას შეუძლია კონდეს გავლენა
იმაზე, რომ ამ სააგენტოს მუშაობას აკონტროლებდეს რეალურად. შემდეგ უკვე პროცესში, იმიტომ რომ იქ ხელმძღვანელი იქნება პირი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, ლოიალური ან მოკავშირე სუსის ხელმძღვანელის. ხომ ამაზეა ლაპარაკი. სუსის ხელმძღვანელი ინარჩუნებს რატო გაქვთ ესეთი დასკვნა, ვახო? არა, ბოდიში, მოდით მივყვეთ მოვლენების მსვლელობას დინამიკაში, როგორც ეს კანონპროექტი წერია. ესეთი დასკვნების გამოტანის საფუძველს კანონპროექტი არ გვაძლევს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როდესაც რჩება კანდიდატების შერჩევა, ამას არჩევს კომისია იმ საპასუხისმგებლო თანამდებობის პირთა ჩამონათვალით, რომელიც მე მოგახსენეთ, აქ არ არის მარტო სუსის ხელმძღვანელი, ის სუსის ხელმძღვანელის გვერდზე არის, როგორც გითხარით, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, აქ არის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, აქ არის პერსონალური დაცვის ინსპექტორი, აქ არის სახალხო დამცველი, რაც ასე მნიშვნელოვანია და ამ არჩეული 3 კანდიდატურიდან ვახო ხდება კი ბატონო სუსის ხელმძღვანელი აცნობს ამ ყველაფერს იმას პრემიერს, მაგრამ ეს არის უკვე ფორმალური მიტანა ინფორმაციისა პრემიერამდე, ხოლო პრემიერი დისკრეციით იმ 3 წარმომადგენლიდან, რომელსაც არჩევს კომისიის ყველა წარმომადგენელი, ირჩევს ერთს და ნიშნავს მას. აბა სუსის ხელმძღვანელის გავლენა და ლოიალურობის ასე ვთქვათ ხაზგასმა სათხდება აქ. მოდი ასე ვთქვათ, სუსის ხელმძღვანელის თანხმობა ან პრემიერ-მინისტრის თანხმობა თუ არ იქნება, აქ ვერ დაინიშნება ადამიანი. ხომ ამაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, ეს არ იძლევა გავლენის პრემიერ-მინისტრის თანხმობა, პრემიერ-მინისტრის. მაგრამ პროცესში ასევე მონაწილეობს სუსის ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ წარუდგენს ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ანუ აქ ვერ მოხდება ადამიანი ამ თანამდებობაზე, თუ კი არ იქნება პრემიერ-მინისტრისა და სუსის ხელმძღვანელის თანხმობა და სურვილი, ხომ ასეა? მოდით ვახო ვილაპარაკოთ, არა, ესე არ არის, იმიტომ რომ რახან კომისიურად ხდება არჩევა, მან კომისიის ერთი წევრის აზრი არის კომისიის ერთი წევრის აზრი და არა მთლიანად კომისიის აზრი. ეს მოგვეხსენება ჩვენ და ვიცით კარგად. მეორე რაც არის, ვახო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ რომ დაუბრუნდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის პარალელური მოსმენის დაუშვებლობა. ამ შემთხვევაში ჩემმა ოპონენტმა ახსენა, რომ ის ძველი სისტემა კიდევ უკეთესი იყო და ეხლა რაღაცა კიდევ უფრო მეტად შემცირდა ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმი ამ კუთხით, რაც ასევე არ წარმოადგენს სიმართლეს და ასევე არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და რატო ეხლა მე თქვენ მოგახსენებთ. ამ სისტემა, ამ სტრუქტურას, რომელიც იქნება, ეკდება უფლება ჩართოს მოსმენა. ანუ მოსმენის ჩართვა ხა მაყურებელმა რო კარგად გაიგოს, ხდება ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან როდესაც არის აუცილებლობა იმისა, რომ შესაძლებელია გაქრეს კვალი და ასე შემდეგ, ხდება იმის გამომძიებლის და პროკურორის შუამდგება, მე 48 საათში ხდება ამ ყველაფრის დაკანონება. ეხლა ამ შემთხვევაში როგორ გრძელდება ინფორმაციის გაცვლა? ამ სტრუქტურიდან ინფორმაცია მთლიანად მიედინება უზენაეს სასამართლოს მიერ შერჩეულ მოსამართლესთან, სადაც რჩება მხოლოდ კონტრდაზვერვის საკითხები, ის რაც მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვისთვის, ხოლო ყველაფერი დანარჩენი სხვა საკითხი გადმოდის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან. ნახეთ, ამ ორივე უწყებას, რომელიც არის ძალიან მაღალი პასუხისგებლობის, ეს ამაში ალბათ დამეთანხმებით, აქვს სრული წვდომა იმაზე, თუ ეს კონკრეტული ტექნიკური სამსახური რას აკეთებს, ანუ სად არის ჩართული გასაღები და ორივე უწყებას როგორც კი ის დაინახავს, რომ ხდება ან პარალელური მოსმენა, ან რაღაცა არასანქცირებული წვდომა, აქვს უფლება გამორთოს ეს მოსმენა. ანუ რეალურად აქ კი არ შემცირდა ეს კონტროლის მექანიზმი, არამედ მას კიდევ ერთი გასაღები დაემატა. რეალურად ეს არ არის გასაღები, სინამდვილეში აქ არის ერთი გასაღები, მაგრამ ორი კიდევ დამატებითი, რომლითაც შესაძლებელია ფარული მიყურადების გამორთვა. ფიზიკურად, თუ კი ჩვენ კანონპროექტს ჩაუყვირდებით, აი ამ ინსტიტუციურად და ტექნიკურად გაწერილი მუხლებით ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იყოს არასანქცირებული წვდომა ან პარალელური წვდომა და ეს ვერ დაინახოს ვერც უზენაეს სასამართლოს მიერ შერჩეულმა მოსამართლემ და ვერც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა. ხსენებულიდან გამომდინარე არის კარგად გასაგები ეს სიტუაცია, მაშინ ვახო, როდესაც მე არ მინდა ეხლა ისე ბანალური ფრაზებით ვიხემძღვანელო, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გაუსვა და საზოგადოებას უთხრა ერთი რამ, რომ როდესაც არსებობს
კრიტიკული საფრთხე იმ რეგიონიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იმისა, რომ ძალიან ცუდი ნეგატიური ფაქტები მოხდეს, სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვაცალოთ ინსტრუმენტი იმისა, რომ მყისიერად მოახდინოს რეაგირება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება დაიცვას საფრთხეებისგან. ნახეთ ხო, აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ამ შემთხვევაში ამ სამუშაო ჯგუფმა ოქროს შუალედი მოძებნა და ერთი მხრივ დაიცვა ადამიანის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი, მოახდინა მისი პრევენცია და ფარული მიყურადების პარალელურად შეუძლებელი გახადა ამის პარალელური განხორციელება, მაგრამ მეორე მხრივ აქ არის დაცული და ასევე ინსტიტუციურად გაწერილი ის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხეებისგან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა თავიდან ბოლომდე და ეხლა ჩვენი ოპონენტების არაერთხელ გვინახავს ჩვენ ეს ფაქტი ხო? თუ კი რამის დანახვა და გაგება არ უნდათ, შავით თეთრზე, თეთრით შავზე და ასე შემდეგ რო იყოს ნაწერი, ისინი ამას არ გაიგებენ. აგერ მაგალითი არის ის, რაც გითხარით. ბატონი გიორგი საუბრობდა რამოდენიმე წუთის წინ საკითხზე, ეს არის მხოლოდ ამოგლეჯილი და კონტექსტიდან ამოვარდნილი თემა, ხოლო მთლიანობაში და დინამიკაში თუ დავინახავთ კანონ პროექტიდან გამომდინარე არსებულ რეგულაციებს, ნახავთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა და ადამიანის უფლებების და საზოგადოების უსაფრთხოებაც არის დაცული. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ჩვენ ახლა უნდა გადავინაცვლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოვისმინეთ არგუმენტები ორივე მხარის, ოპოზიციის და ხელისუფლების. დავით მათიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, ახლა კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ვთავთ პირდაპირ ეთერში. მე გითხარით გადაცემის დასაწყისში, რომ აქცია იგეგმებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თქვენ ამას ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. აი, იცი ჩავიდეთ რა, უკან ჩამოვიდეთ.